არის რამე მე ვიჯექი იცით მთელი ღამის სკამზე გავათენე და შესასვლელთან ბატარეებია გასათბობი და იქ სკამზე ვიჯექი ასე ვიყავი ზურგს უკან იქ ვერ ხედავდი და ამ დროს მესმის ხმა რომ რა გიდათ და ეს ჯერის ქალბატონი გაათრიეს ესე არ მიდიოდა და მე კიდე სკამიდან ვერ ამაგლიჯეს ეს ხან იმას მოვეჭიდე და ჩემი გათრევა უფრო გაუჭირდათ იმიტომ რომ მე ვებღაუჭებოდი რაღაც საგნებს იქ და თქვი აი რა ადგილზე ორივე ხელზე იყო დაჭირება? ორივე ხელზე იყო დაჭირება და აქ სადღაც მტკიოდა და აი ახლა ესე მტკივა შემობრძანდა კასპის ბატონი შემოიყოლა თავისი ჯგრო და ავიდნენ მაღლა რაღაც 5 წუთიც არ იყო გასული ჩაატარის რაღაცა თათბირი თუ რაღაც ჩატარებულიც ჰქონდა და უკვე ნაფიქრალიც ჰქონდათ რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ უნდა გაეკეთებინათ და ჩამოვიდა თვითონ ჩამობრძანდა დაცვის პოლიციას უბრძანა რომ ჩვენ გავეყვანეთ შენობიდან დაცვის პოლიციამ დაიმორცხვა და ცალკე გვერდზე გადადგა და თავი ჩაღუნა იმათ ჩვენთვის არანაირი შეურაცხყოფაც არ მოუყენებია და თითიც არ დაუკარებიათ და ძალიან აქტიურად მოიქცა და ალბათ იმან გამომიტანა კი ალბათ კი რა თქმა მაგას იმან გამომიყვანა არც გამომიყვანა ფეხი არ დამიდგია იატაკზე ისე გამომიტანა კიბეებამდე სახანძროს სამსახურის უფროსმა თაბურიძე ლევანი ქვია თუ არა ვცდები. ერთი რითაც მე მიხარია ეს ყველაფერი მოხდა კამერების ტერიტორიაზე სადაც იღებდა ამ ყველაფერს კამერები და თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ და ნახოთ რა მოხდა ლევან თაბურიძემ ხელი იხმარა ფეხი იხმარა ეს არის ყველაფერი ტყუილი ჩაჟეჟილი მაქვს მთელი კლავები და ამ კლავების ჩაჟეჟილობას დაადგენენ შესაბამის ინსტანციაში ყველანი შემოგვესივნენ ყველანი მაგრამ მაგას შეხვდა ჩემი ხელმოსაკიდი ადგილი თავად ოლეგია იაძე თვალით აჩვენა მიდითო ბიჭებს თვითონ იდგა კიბეებზე იდგა და დაიცინო გამოგათრია და დამარტყა მე ხელში კიდევ კაი, კიდევ ვიძახი რომ ერთ-ერთზე არ ვიყავით თორე 1000 ბინძურეს ჯერ ისედაც იმ ხელაზე არიან თავზე წასულები რომ თეთრზე იზახიან შავია და ალბათ მე არ ვიცი რა იქნებოდა მაგათ ნებაიბოძოს დეპუტატმა და ჩამობრძანდეს სულ არ მაინტერესებს მე რამდენი ღამეა მღვიძავს არ დამიძინია მე და ჩემი თანაგუნდელებსა და ერთი ღამე გაათენოს დეპუტატებაც მობრძანდეს აქა დაჯდეს და გაგვცეს პასუხი ჩვენმა ყველანაირად პატივი ვეცით წუხელის ყინვაში ესენი არ გავიდნენ როცა კანონით უფლება ჰქონდა რომ დაგვეტოვებინებინა შენობა დაცვის პოლიციას დაეტოვებინებინა შენობა მაგრამ გავითვალისწინეთ რომ ესენი დარჩებოდნენ ყინვაში და ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ დავტოვეთ თუმცა ჰქონდა მაგის უფლებაც რომ დაეტოვათ შენობა ხო და დილით როცა მოვედი ჩემთან ერთად მოვიდა ბატონი ოლეგიაძე მათმა დაიწყეს თავხედობა. ოლეგი რო შემოვიდა და არაკაცი და ისეთი რაღაც რეპლიკები და ლანძღები წამოვიდა ამათგან. ხო და ამ დროს მე შემოვტრიალდი და ამათ უთხარი, ეხლა არის სამუშაო საათები და ხელს ნუ შეუშლით ამ სამუშაო საათებში ხალხის მუშაობას და უბრალოდ პადრუჩკი გაუყარე ამ ქალბატონს და გამოგზავნით მე უთხარი. ეს ყველაფერი არის დაფიქსირებული თვალითაც და დამნახველებიც არიან. წინასწარი ყველა შეთანხმების გარეშე შემოვიდნენ და დაიწყეს შიმშილობა. რამდენადაც მე ვიცი, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში აქ იმყოფებოდნენ, დილას როცა დაიწყო სამუშაო პროცესი, თვითონ თანამშრომლებმა მოკიდეს ხელი და გაიყვანეს, იმიტომ რომ მათ არანაირი წინასწარ არ მოუმართათ გამგეობისთვის, რომ შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. არანაირი დარბევა აქ არ მომხდარა. დავაფიქსირეთ შიმშილობა და ვებრძვით ოლეგიაძეს. ნაჩილი დაგხვდა აქ და დაკითხვა დაგვიწყეს მოსმენის მაგივრად. რაზე გიჩივით? გივი მერებაშვილი გვიჩივის იმაზე რომ ჩვენ შევიჭერით გუშინ ტელიარხი არ იყო ნახსენები შენობაში და დაურღვიეთ მყუდროება თურმე ისე მუშაობენ რომ მუშაობაც არ ვაცალეთ